ძალიან დიდი პატივია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩემზე ძებნა გამოაცხადა და დონეცკის სასამართლომ ეს სეპარატისტული მამაძაღლური ანკლავი რო არის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული შექმნილი, იმის სასამართლომ დაუსწრებელად გამოაცხადა ძებნილად. ძალიან დიდი პატივია და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ პატივია უკრაინელი გმირი და თავგანწირული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის, ესეთი რაღაცის შეფარდება, ეს ერთი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ბრძოლისთვის, იმიტომ რომ თუ უკრაინაში ვიყავი, პირველ რიგში ვიყავი საქართველოს სახელმწიფოსთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ერთი მამაძაღლური ნათქვამი იმ განცხადებაში, რაც გაავრცელეს რუსებმა არის, რომ თითქოს მე ვიყავი დაქირავებული მებრძოლი, ეგრეთ წოდებული ნაიომნიკი და თითქოს ფული ავიღე იქ ყოფნის გამო. ეს არის ძალიან უსინდისო, რა თქმა უნდა, ხა რუსების უმსგავსო ტყუილი. რატომ აინც და მაინც ახლა არ ვიცი, ამ კონტექსტში შემთხვევით მოხდა ეს, რომ არის აქ რაღაცა მერობის კანდიდატობაზე და ზოგადად ამ პოლიტიკურ პროცესზე ჩვენს საარჩევნო ბრძოლაში შესვლაზე უკავშირდება თუ არ უკავშირდება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე რაღაცა ამოცნაურად ამ ვითარებაში დაემთხვა. ეს ერთი და რაც შეეხება იმას, მაგ თუ არა საქართველოს ხელისუფლების იმედი ნორმალურ ადამიანს, ნორმალურ მოქალაქეს პირველ რიგში სხვა ქვეყანა რო გეძებს მით უფრო მტრული პირველ რიგში შენი ქვეყნის დაცვის იმედი უნდა კონდეს ხო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება აქ მიჭერს, ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მუხლია აღძრული 3 წლიანი და იქ კიდე დაუსწრებლად პატიმრობას მიფარდებენ.